დღეს თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა. განსახილველი თემებია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციების სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა. ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დებატები და დისკუსიები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ასევე ცნობილმა კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკმაოდ კარგად გამოგდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ მოახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. და არა მხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას. მაიმედებელია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვავს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტად იქნება მსოფლიო მასშტაბით ახალისებული მშვიდობა. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე სახელმწიფოსთან, რომელიც არის ორიენტირებული სწორედ მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მშვიდობის ფასი უალტერნატივოა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღესასრიგის რიგითი საკითხი, ის არის ფუნდამენტური, სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და საქართველოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციის ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის ახალი აეროპორტი თბილისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი, ასევე ინვესტიციები განახლებად ენერგიებში, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, დეველოპმენტში ისეთი პროექტები, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, როგორც არის ემაარისა და იქვილსის დაგეგმილი პროექტები თბილისსა და ბათუმში. საქართველოს ისწრაფის ევროკავშირში წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება. თბილისი 10 წლის უკან და თბილისი დღეს საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეცვალოთ დრამატულად, ისე რომ არ დაკარგო მთავარი იდენტობა. მსოფლიო მწვანე ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური რევოლუციის კრიტიკულ ფაზაშია. როგორ მივახციოთ მდგრად ზრდას მწვანე ეკონომიკის პირობებში არის ის საკითხი, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა. ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, ყოველთვის პრიორიტეტია ჩვენთვის. ჩინეთი ელოდება საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას მაღალი ტექნოლოგიების, სუფთა ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურული მიმართულებებით. რომ ერთად მუშაობით ავაშენოთ უფრო მწვანე, მოქნილი და უფრო ინკლუზიური მომავალი. მსოფლიო ახლა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და აუცილებელია დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო სიტუაცია. ჩინეთი ქართველ ხალხთან ერთად მუშაობისადმი ერთგული დარჩება. იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობას, რომელსაც საერთო მომავალი ექნება. გავაძლიეროთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა. გავაძლიეროთ სინერგია სარტყელისა და გზისა და შუა დერეფნის. როგორც ჩინური გამონათქვამი ამბობს, მშვიდობის გარეშე განვითარება იქნება უბრალოდ ხე ფესვების გარეშე.
მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ ციცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე. მათ შორის გულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას, საქართველოსი, სომხეთისა და აზერბაიჯანის. ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული დავების მიუხედავად. ეს სამი ქვეყანა დამოკიდებულია ერთმანეთთან მშვიდობაზე. ამ მშვიდობაზეა დამოკიდებული რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობით, ენერგოსექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით. აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა. თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც 10,000 წლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და სატრანსპორტო ხიდი და ცივილიზაციათა შორის ხიდი არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პატივსცემენ ამ გეოგრაფიას. იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეეუქმნას თქვენს ქვეყანას.